ლაპარაკს. ნახე, ხაჭაპური მოაქვთ. ვაიმე, ესეთი პეტრხუმი აქვს. საერთოდ. მათი ღირსება. ნახე. როგორ ვერეთა. გირდები შეჭამაზე. თორე ბებიეკი ეს მარტივდა ხოლმე. განაკროს იმ ქვეყნად. კაბინეტს კაკია. Gabriela. Alia. როგორ მომაგენ? ციცინო მითხრა იქ იქნება. დაღნებაში რო გაბრაზდებოდა სულიქანა იცოდა და მარტო დასაჩენად წასვლა. დამცინი ხო? უბრალოდ ციცინოს რო აჯავრებს სასაცილო ხარ და ვეღარ მეტროთი სასაცილო იყავ. ხო. ცეცხლზე უნდა შემედგა ყველი რომ მომეყვენა. ხო, დედა შენ მომითხრა, ახლა მოყვენილი უყვარს. კიდე რა გითხრა დედაჩი? ძალიან ბევრი რამე ვარ. ძალიან მაგარი ქალია. იცი? აი მეც რა ესეთი დედა მყავდა ალბათ სულ სხვანაირი ვიქნებოდი. ყველაფერი გააკეთა რომ ერთად ყოფილიყავით. მაგრამ არაფერი გამოუვიდა არც იმას და არც მე. ლევან, ვიცი რომ ძალიან ცუდად მოვიკეცი რომ არაფერი გითხარი, მაგრამ მინდა იცოდე რომ ძალიან მიყვარხარ. ის ადილი შენ გააკეთე? მოგეწონა? კიდე გამიკეთებ? ნუ პირველი ორი კვირა მაინც. მოჩემეც აღარ ვიფიქრებ. ეს ტელევიზიის ფულია გადაურიცხა ფირმაში და ტელევიზიას ვალები ახლა ექნება. გიორგი ციხეში გავუშვა. არა, არც გიორგი წავა ციხეში, რაღაცას მოვიფიქრებ და ფულს ვიშოვე. გისმენ. პირიქით, მე გისმენთ ქალბატონო ლალი. არაფერი არ გაქვს ჩემთვის სათქმელი. ხომ გითხარი, აქ აღარ დარეკო და ფულს მიიღებთ. არა, უბრალოდ გავფრთხილებთ ქალბატონო ლალი, რომ 2 კვირაღა დარჩა. ფულს თუ იშოვით. თუ არა და ხომ იცით ნარკომანებს და კვლელებს ციხეში როგორ ექცევია. გაჩუმდი და ფულს მიიღებ. თანაც ახლავე. რამეშველება, ღმერთო ჩემო, დამიხურე სალონი და ესა. ღმერთო, რამდენი შრომა, ყველაფერი წყალში ჩამეყარა. დედა, აბა, დავიღუპე. უცხოეთში მიფრინავს ბესო და დავჭიაცი მათ. ადექი ხა და ირბინე სასამართლოებში, აი ეგღა მაკლდა სწორედ რა. იქი დაკვირას მიფრინავს ბესო და დავჭიაცი მათ. აბა ახლა დადექით ერთ ადგილას. თაბრუ დამეხვა უკვე, კაცო. რა დაგემართა? ჩამოვა ეგ შენი ბესო. იქ ხო არ დარჩება? შენ კიდე რა მოგივიდა ლიკა, ხომ თქვა იმ კაცმა გავარკვევთ ყველაფერსო, ხო? გამარჯობათ. გამარჯობა. ერთი წუთი თუ შეიძლება. კი, რა თქმა უნდა. აი ეს კონვერტი გამომართვით. და ეს რა არის? წერილია სალონის ნებართვაზე. გონი რაღაც გამოგვივიდა და აი მე. ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ როგორ? ჩემთან მოხვდეთ მერიაში და ყველაფერს გავაკეთებთ. და რატომ ბატონო? მაგას არ აქვს მნიშვნელობა.